მივესალმებით ტელემაყურებელს, წარმატებულ დღეს გისურვებთ. კი, გუშინ გქონდა მნიშვნელოვანი დღე პარტიული მუშაობის განმავლობაში. ჩვენ ჩვეულებრივ, როგორც კანონი ითხოვს, შევიკრიბეთ 4 წლის შემდეგ და ხელახლა ავირჩიეთ პოლიცსაბჭო, ხელახლა ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე. მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ჩვენი კარი ღია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია შეიცვალოს ხელისუფლება, მოვიდეს ხელისუფლების სათავეში პროევროპული ძალა, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს რაღაცა რადიკალური გზებით და ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შესაფერისი და დემოკრატიული ხალხისთვის შესაფერისი ბერკეტების გამოყენებით, რაც არის არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გუშინ ამას რეზონანსი მოყვა, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ გუშინ ვთქვით პირველად ეს, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუმცა საერთო ჯამში მაინც ეს ყრილობა იყო დასტური კიდევ ერთხელ იმისა, რომ ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეთ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ისე როგორც 4 წლის წინ მქონდა რაღაცა ეს იდეის მიმართ ერთგულების განცდა და გვინდოდა ყველას ენთუზიაზმით, რომ უნდა გვებრძოლა უბრალოდ ამ ფლანგიდან, ამას გავაგრძელებთ. ბევრი დაფიქსდა იმის შესახებ, რაც ითქვა თქვენს ყრილობას და ყრილობის შემდგომ პოლიტიკურ განცხადებებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თემო, როგორ ფიქრობთ თქვენ პერსონალურად? როგორ უნდა მისცეთ мотиваცია ამორჩეველს, რომ ამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თქვენ მოგცეთ ხმა? აი რა უნდა იყოს мотиваცია ასეთ დროს? მე მაგალითად შეიძლება თქვენი ამორჩეველი არ ყოფილვარ, მაგრამ არჩევნები არ გამომიტოვებია საქართველოში 2012 წლიდან, რაც არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება მაქვს, არასდროს ოცნებისთვის ხმა არ მიმიცია. არასდროს არ გაუმარჯვე იმ კანდიდატს, ვინც მერე ხელისუფლებაში მოსულა, მაგრამ მიუხედავად ამისა мотиваცია არასდროს არ დამიკარგავს და ახლა მაგალითად მე აღარ მაქვს мотиваცია, ვერ ვხედავ რატო უნდა მივიდე არჩევნებზე და ან ჩემნაირებს ან ისეთებს, რომლებიც შეიძლება თქვენ მოგცენ ხმა, როგორ ხედავთ, როგორ უნდა გაუწოთ мотиваცია, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა? ჯერ ერთი ზოგადად ამორჩეველზე როცა ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ამორჩეველი არ უნდა მოვატყუოთ. და თუ დღეს რაღაცაზე ვამბობთ, რომ თეთრია, ხვალაც იგივე უნდა ვთქვათ და თუ აღარ ვიტყვით, მაშინ შეცდომაც უნდა ვაღიაროთ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი სტილია, ჩვენი პოლიტიკის სტილია, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. ჩვენ არ ვემხრობით რაღაცა რადიკალურ ქმედებებს, იმიტომ რომ ასეთი უკვე ძალიან ბევრი იყო საქართველოს ისტორიაში და ჩვენ უბრალოდ საჭიროდ აღარ ვთვლით, რომ ქართულმა ხალხმა ეს გამოიაროს. ის რომ ჩვენი სტილი პოლიტიკის არის, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ის რომ ჩვენ ყოველი არჩევნების უნდა ვემზადებოდეს, ჩემი აზრით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასევე ფიქრობენ და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სრული უმრავლესობა, განსხვავებით რაღაცა რადიკალი ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან და ვიღაცების ამორჩევლისგან, რომლებიც ოპოზიციაში არიან, აი არსებობს ძალიან დიდი მასა საქართველოს საზოგადოებაში, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით და მათ დამატებითი ზუსტად ის, რომ ჩვენ მათ არ ვტოვებთ ბიძინა ივანიშვილთან მარტო, ეს არის მათთვის мотиваცია. არ უნდა მოვატყუოთ ამორჩეველი და აგერ ჩვენ ვამბობთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალდა. როგორ დაუმტკიცეთ ამ ამორჩეველს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალდება, როცა ამ პერიოდში უკვე შეიცვალა რაღაცა ისეთი რეგულაციები, დამკვირვებლების ყოფნა აღარ არის უბანზე შესაძლებელი. ანუ რისთვის მიიღოს ამ ხალხმა მონაწილეობა, რომ თქვენ საკრებულოში შეხვიდეთ და მე საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციები შექმნათ? ეს არის мотиваცია? არა, ჩვენი мотиваცია არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დავტოვოთ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილთან მარტოები. ჩვენი мотиваცია არის ის, რომ ეს ბერკეტი, ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც არსებობს იმისა, რომ პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, გამოვიყენოთ და არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილის სახლში გირჩებთან და ვიღაც ალტიმფოებთან ერთად. ესა ფაქტი. ამბავი იმისა, რომ თქვენ ახსენეთ, ესე იგი არ უნდა მოვატყუოთ ამორჩეველიო, იმიტომ რომ ზუსტად დამიზუსტოთ როგორ თქვით? წერან. თუ ამორჩეველს ეუბნებით, რომ ხო, გაყალდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არჩევნები როგორ ჩატარდება კარგად. საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის თვეში რო ჩატარდა, იმაზეც ცალსახად მე პირადად ასე ვფიქრობდი, ალბათ თქვენს, რომ ამის აღქმა გქონდათ, ამის განცდა გქონდათ, რომ შედეგები აუცილებლად გაყალდებოდა, მაგრამ იმის განცდაც გქონდა და იმის რაღაცა ბრძოლის ჟინიც გქონდა, რომ ჩვენ უფრო მეტად მობილიზებულები უნდა ყოფილიყავით და რა თქმა უნდა, მაშინ არ ყოფილა არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, მიგვეღო უნდა თუ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ოლიმპიადა ხო
არ არის რომ თავარი იყოს მონაწილეობა ხო რაღაც ანუ ლოგიკურ ხო უნდა ხედავდეს ადამიანს მონაწილეობას აქვს აზრი აი თქვენ ხედავთ ამ აზრს იმაში რომ შეიძლება გაიმარჯვო მე ვერ ვხედავდი აზრს აი თუნდაც ამ უწესო რაღაცაში მაინც არსებობს რაღაც მცირე სივრცე სადაც ხელისუფლება შეიძლება მოუგო იმიტომ რომ კი აი გადატეხავს რაღაც სიტუაცია აი ზუსტად ხედავთ მოგებას მხოლოდ ერთი მხრიდან ხარ შევხედოთ მოგება გინდა არ გინდა უმრავლესობაა რაღაცა თუ პოლიტიკური პროცესის შექმნაც მოგების რაღაცა ნაწილია იმიტომ რომ მე პირადად საერთოდ არ მეგონებოდა ყოველ შემთხვევაში 90-იანებში რომ ზვიად გამსახურდეს უნდა მიიღო საბჭოთა კავშირის არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ რომ არანაირი ლოგიკური შანსი არ არსებობდა მაშინ რომ იგი გაიმარჯვებდა მაგრამ მან გაიმარჯვა იმიტომ რომ სწორედ ამორჩეველი არ დატოვა საბჭოთა კავშირის აი კომპარტიასთან მარტო ბიულეტენში. აი ესა ფაქტი, ისტორიული გამოცდილებაა და ჩვენ არ გვინდა უბრალოდ ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს იქნება, რა ვიცი მე, რა არჩევნებიც არ უნდა იყოს, ამორჩეველი მარტო არ უნდა დავტოვოთ ასეთ ოლიგარქიულ რეჟიმთან. მაგათი იქით აქ სირბილი ვახო გომელაურს უწერია მან რომ თუ რაღაცა დასჭირდა დაუბრუნდებიან. ახლა რო ჭირდება ოცნებას კადრები ეგრე კარგა ხანია არ დასჭიროებია და მარც მომავალში აღარ დაჭირდება აღარ იქნება საჭიროება იმისა რომ ეს კაცი დაბრუნდეს გუნდში და მით უმეტეს უმაღლეს თანამდებობაზე ვინ დააბრუნებს თორე კი სხვა რა უნდა ვთქვა ნუ ჩვეულებრივი ამბავია მიდიან მოდიან დარბიან ერთმანეთში ფაქტია რომ ვერ ხვდებიან რა უნდათ და ეს მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ უბრალოდ და სხვა არაფერი